უნდა შეეძლოთ თუ არა 50 წლის გოგონებს გაყიდვა ქორწინებაში, ეს არის კითხვა, რომელსაც ფიქრობთ, რომ ავღანეთის მაუწყებლები განიხილავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, არა. ეს ახლა ისაა, რასაც BC გადასცემს. და გეუბნებით, რომ მეინსტრიმ მედია მტერია, ამიტომ BCM დაკარგა 2.600.000 ოჯახი, რომლებმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ლიცენზია გააუქმეს. 2.600.000 ადამიანი ხედავს, რომ BCS მეინსტრიმ მედია უბრალოდ ატყუებს მათ, ავრცელებს სიგიჟეებს, არ იცავს სწორ ღირებულებებს და რეალურად ზიანს აყენებს ჩვენ საზოგადოებას. და უბრალოდ შეხედეთ ამ ბოლო პანელს BC-ზე, როგორც მაგალითს იმისა, თუ რამდენად წარმოუდგენლად პრობლემური გახდა მედია. უნდა გადავიდეთ დიდ ბრიტანეთში. რადგან გადავაწყდით ამ დებატებს, რომელიც BCM გაავრცელა ყველა მათ სოციალურ პლატფორმაზე იმის შესახებ, უნდა შეეძლოთ თუ არა 15 წლის გოგონები, ანუ ბავშვები, ქორწინებაში გაყიდა. მოდით მოусმინოთ ამ დებატების ნაწილს. სანამ ამას მოусმენთ, ის ფაქტი, რომ BC საერთოდ ატარებს დებატებს იმაზე, არის თუ არა ბავშვთა ქორწინება მისაღები, უბრალოდ ამტკიცებს იმას, რა სისულელესაც გაძლევენ ყოველდღე, თუ ჯერ კიდევ უყურებთ ამ მოაზრობას. დებატები იმაზე, არის თუ არა ბავშვთა ქორწინება ლეგიტიმური. ჭკუა ხომ არ დავიკარგავთ, გონება ნამდვილად დაგიკარგავთ. სრულიად გაგიჟდით. Როგორც არ უნდა იყოს, მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. აქ ვარ. ჩვენ ვუპირისპირდებით გიჟურ მედიას, განსაკუთრებით კი მთავარ მედიას. და ვფიქრობ, BBC ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. ისინი უბრალოდ თითქოს ყველაზე მაღლადგანა, ხო გესმით? ძალიან წინააღმდეგი ვარ არასრულწლოვანთა ქორწინების. მე ამას კანონიერ გაუპატიურებად ვხედავ. რატომ 18 წელი? რატომ უწოდებთ არასრულწლოვანს ადამიანს, რომელიც 18 წლისაა წლისა? ყველა ზრდასრული ხდება აღწევს სქესობრივ სიმწიფეს გარკვეულ ასაკში. ამისთვის ყველას ერთი და იგივე ასაკი არ აქვს. და ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა შეუშალო ხელი ვინმეს, ვინც 17 წლისაა და 99 დღე აკლია ქორწინებამდე? 17 დღე და 17 და 99 დღე, იმიტომ რომ ზუსტად ასე მუშაობს სხვათა შორის. წელიწადში 100 დღე, იცოდი? გულისხმობ და ეს არის იმ ინტელექტუალური არგუმენტის დონე, რაც აქ მიმდინარეობს. ბოდიში, მაგრამ როცა გოგონა პუბერტატს მიაღწევს, მაშინ ხდება ზრდასრული. ხუმრობთ. ეს ხუმრობაა? ეს უნდა იყოს ის ასაკი, როცა სკოლაში სიარულს ხვედენ, რომ ისინი განათლებას აღარ იღებენ, იმიტომ რომ იცით ახლა უკვე ზრდასრულები არიან. თქვენ ყველამ ჭკუა დაკარგეთ და BBC რეალურად ამას გადასცემს. ანუ აი მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს იმაზე უარესია ვიდრე მეგონა. ამას საერთოდ არ აქვს აზრი. ხსმენია ოდესმე არასრულწლოვანი ბიჭების ქორწინებაზე ქალებთან. ეს ყოველთვის მხოლოდ არასრულწლოვან გოგოებს ეხება. მართალია. პატარა გოგოები, ბავშვები, გოგო-ბავშვები. გესმის, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ საუბრობ 13 წლის ბიჭზე, რომელსაც 25 წლის ქალზე ათხოვებენ. გამარჯობა, მე 25 წლის ვარ. უბრალოდ მინდა ამ 13 წლის ბიჭზე დავქორწინდე. ხო, უკვე პუბერტატშია. რა არის ამაში ცუდი? ამაში არაფერია ცუდი. ყველაფერი რიგზეა. ის უკვე პუბერტატშია. პირდაპირ ვთქვათ, ვინც ამას შეხედავს ითქვის, რა ამაზრზენი ტიპია. რა სჭირს იმ ქალს? რატომ ძალადობს პატარა ბიჭზე? რა ხდება, ჩვენ ამას ბიჭების შემთხვევაში ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ 13 წლის ბიჭებს დაქორწინებას უბრძანებდით, ყველას ეცოდინებოდა, რომ რაღაც ძალიან არასწორია. რატომ გამოგრჩა ეს 13 ან 15 წლის გოგონებთან დაკავშირებით? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს თემა იმდენად გავანორმალეთ, რომ BBC-საც კი გონია, რომ ამაზე დებატების გამართვა საჭიროა. გოგონები, რომლებიც სოფლებიდან მოდიან, მხოლოდ იმიტომ თხოვდებიან, რომ ქალაქში უკეთეს ცხოვრებას პირდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ 15 წლის ბავშვს აქვს თავისუფლება, ჩაიცვას რაც უნდა. თუ ის უკვე იმდენად გაზრდილია, რომ შეუძლია გადაწყვიტოს, რა ჩაიცვას, სად ისწავლოს, რა ისწავლოს, რატომ არ შეუძლია გადაწყვიტოს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. 14 წლის ასაკში შენ ვერ წყვეთ სად გინდა ისწავლო. შენ ესაუბრები მშობლებს და ირჩევ, შესაძლოა ირჩევ იმ საშუალო სკოლებიდან ერთ-ერთს, სადაც გაგზავნიან, მაგრამ მაინც უნდა წახვიდე სკოლაში. და შენ ვერ წყვეთ რას ჩაიცვამ. გულისხმობ, ჩემი შვილი, რომელიც 2 წლისაა, თავად წყვეთს რა ჩაიცვას, რადგან მე ავარჩიე და ვიყიდე მისი ტანსაცმელი. ის არ ყიდულობს თავის ტანსაცმელს, მაგრამ მაინც თავად წყვეთს. ასე ხდება ეს. ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებების შემთხვევით სულეგურ უნიშნელო საკითხებზე, მაგალითად იმაზე, რა ჩაიცვან. ეს არ არის იგივე, რაც გათხოვება სქესობრივი მომწიფებისას. თქვენ ყველანი გაგიჟდით? მართლა ვუყურებ ამას და არ მიგვირს, რომ ყოველთვის ეს ქალები თავზე თავსაფრებით არიან ყველაზე გადარეულები.
და შემდეგ არიან ქალები, რომლებსაც უფრო ისლამისტური სახელები აქვთ, მაგრამ თმა არ აქვთ დაფარული და მათში გონიერება და ლოგიკა იგრძნობა. ანუ რა თქმა უნდა, ის ბავშვთა ქორწინებას უჭერს მხარს. კარგი ანჯელა, აქ ბევრი რამ არის განსახილველი. საინტერესო გადაწყვეტილებაა. მე შერეული გზნობები მაქვს იმის შესახებ, უნდა კონდეს თუ არა BBC-ს საერთოდ ეს დებატი. მაგრამ დაფიქრების შემდეგ, სინამდვილეში ხედავ, რომ აუდიტორიაში არიან ადამიანები, ზოგი ქალი ჰიჯაბით, რომლებიც თავს აქნევენ და ამაზე ფიქრობენ. შეიძლება გაერთიანებულ სამეფოში ეს მართლაც საჭირო საუბარია. და შეიძლება ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გადაიჯრას. ბოლო არგუმენტს დედად არავინ შეეწინააღმდეგა. თუ ქალს შეუძლია აერჩიოს, რას ჩაიცომს, მაშინ 13, 14, 15 წლის გოგონაც იგივე უფლება აქვს. თუ მას აქვს საკმარისი გონიერება და თვითშეგნება, რომ ტანსაცმელი აირჩიოს, მაშინ შეუძლია ვინმეზე დაქორწინდეს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ისლამისტ გოგონებს არ აქვთ უფლება აირჩიონ, რას ჩაიცვამენ. მათ სჭირდებათ სრულად დაფარული ტანსაცმლის ჩაცმა, როგორც ნაგვისტომარა. ეს არჩევანი არ არის, მათ არ აქვთ არჩევანი, რას ჩაიცვამენ. და თუ ვეხედნობით არგუმენტს, რომ თუ ახალგაზრდა გოგონები საკმარისად დიდები არიან, რომ აირჩიონ, რას ჩაიცვამენ, მაშინ ალბათ სწორედ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. იცით, თუ ვინმეს აიძულებს ჩაიცვას ნაგვისტომარა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და უნდა მოусმინოს ყველაფერს, რასაც ეუბნებით, შეიძლება, და ისინი ჯერ კიდევ არ არიან იმ ასაკში, რომ ქორწინების შესახებ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მათთვის არ არის. ეს გადაწყვეტილება სხვებმა მიიღეს მათ ნაცვლად. მათთვის არჩევენ ტანსაცმელს და მათთვის იღებენ გადაწყვეტილებას ქორწინების შესახებ. უფროსი კაცი. ეს უბრალოდ პედოფილი არ არის. შენ ხომ არ მსჯელობთ ნებადართული პედოფილიის სარგებელს? ჩემი საწესო პოზიცია ამ საკითხზე ესეთი იყო. კარგი, ეს უბრალოდ სიტყვის თავისუფლების კიდევ ერთი მაგალითია, მაგრამ ჩემი კარიერის დასაწყისში ამას ვაკეთებდი. ჩემი კარიერის ადრეულ წლებში ლონდონში მუშაობდი როგორც ჟურნალისტი და მრავალი წელი გავატარე სხვადასხვა ამბების გაშუქებაში. აფრიკაში გამგზავნეს, რომ გენიტალიების დასახიჩრებაზე, წინასწარ შეთანხმებულ ქორწინებებსა და ბავშვთა ექსპლუატაციაზე მემუშავა. მე ვიყავი მეგი World Vision-თანაც კენიაში ვიმუშავე. სადაც ეს ამბები უბრალოდ გულია მაჩუღებელია და 10 წლეულები დავხარჯეთ ამ ამბების სააშკარაოზე გამოტანაზე, რათა ბავშვებს ბავშვობა დაუბრუნოთ. და ჩვენ გვყავს ეროვნული მაუწყებელი, დაფინანსებული მაუწყებელი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ამ მიუღებელ კონტენტს ავცელებს. მაპატიეთ, არსებობს თანხმობის ასაკი, რადგან ბავშვების უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვას, როგორც ჩვენ გვაქვს. როგორ შეიძლება რომ სოციალურ მედიას ვერ იყენებ, მაგრამ 13 წლის ასაკში 73 წლის ბიძას გაყიდონ? ეს საშინელი საუბარია, რადგან BBC-ზე გაშვება მას ჩვეულებრივ მოვლენად აქცევს და ლეგიტიმაციას აძლევს. ვგულისხმობ, თუ ეხლა გაინტერესებთ, რატომ შეწყვიტა 2.6 მილიონმა ოჯახმა BBC-ის ლიცენზიის გადახდა, ვფიქრობ, ეს პასუხს გცემთ. ისინი აგრძელებენ სირცხვილის მომგვრელი შეშლილი რაღაცების გავრცელებას. ათასობით ადამიანი აუქმებს მათ გამოწერას ამის გამო. ინგლისიდან. ნახეთ, როგორ ავიწროებს BBC-ის ეს თანამშრომელი ქალბატონს, რომელიც მინდა აღვნიშნო, ფერადკანიანია BBC-ის ლიცენზიის საფასურის გადაუხდელობის გამო. ესე იგი, თქვენ არ გადადიხდიათ სატელევიზიო ლიცენზიის მოსაკრებელი. მაგრამ მე არ მაქვს, მე არ მჭირდება სატელევიზიო ლიცენზია. დიახ, გჭირდებათ. თქვენ გაქვთ ტელევიზორი. კი, ტელევიზორი მაქვს, მაგრამ პირდაპირ ეთერს ან მსგავს არ უყურებ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს ტელევიზორზე BBC გაქვთ. კარგი. ხო, მაგრამ არ ვუყურებ. Netflix ვუყურებ, YouTube-ს, Amazon-ს. მაინც უნდა გადაიხადოთ ტელევიზიის ლიცენზია და უნდა შემომიშვათ, რომ გაჩვენოთ. არ შემიძლია. არ შეგიშოთ ჩემს სახლში მხოლოდ ამის ანახავად. ან ჭირდება ამის გადახდა. მხოლოდ Netflix, YouTube-ს და Amazon-ს ვუყურებ. ხედავთ, ეს ადამიანები რამდენად არიან რეალობას მოწყვეტილები. გესმით, რამდენად არიან რეალობას მოწყვეტილები. ამ კაცს მართლა გონია, რომ ვიღაცის სახლში შევა და ეტყვის, უნდა გადაიხადო აბონემენტი, შენი ლიცენზია. აი ასე სასოწარკვეთილები არიან ისინი. და გონიათ, რომ ხალხი იტყვის, კი, რა თქმა უნდა გადავიხადოთ ჩვენი ლიცენზია, როცა ისინი ასეთ კითხვას სვამენ. პედოფილია ნორმალურია? უნდა გქონდეს ასეთი დებატი. ბოდიში. Mainstream media უნდა კარგავდეს ყველა გამოწერას. არც ერთი გონირული ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ნორმალურია, როცა მთავრობა აფინანსებს მედიას ამ ეტაპზე, რომელიც აშკარად არ არის უბრალოდ პროპაგანდისტული მასალა, არამედ ზიანს აყენებს კულტურასა და საზოგადოებას. და შემდეგ გადათვათანა შეუძლიათ მივიდნენ ხალხის სახლებში და ჰკითხონ: რატომ გვიხდით ფულს? ბუჰუ, BBC, უფრო მეტად ეცადეთ. ან უბრალოდ საერთოდ ნუ ეცდებით. ამ საკითხზე ყურადღებისთვის გმადლობთ.